მიყავდი უბრალოდ მარო დამინახა ჩემთან მოვიდა და მითხრა ხო იქნები დათვაკ და აი ეს იყო მართლა დედის ოჯახიშვილის და ქალის სხვათა შორის აი სწორედ ეს თვისებებია რამაც განაპირობა ის რომ 5000-მა დელეგატმა ბატონო დავით თავისი ხელმოწერა დააფიქსირა ჩვენთან ორგანიზაციაში ანუ ამ ადამიანების უკან მათი ხელმოწერა დგას რომელიც ესევე ხვალზე იუსტიციის სამინისტროში იქნება წარდგენილი ჩვენს მიერ. ამდენი შეარღვე. დიახ, ბატონო, დავიდა. აქ იყო საჭირო ამდენი ნაწილი. საერთოდ 300 დელეგატი იყო საჭირო. იგი ისე ჩვენ აი დღესაც მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო ყრილობა, ყოველდღიურად 50 კაცია, 100 კაცი. ნუ ეს რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ ქალბატონს არის დიდი ნდობა, არა მარტო მოლოდინი. ეხლა მე გეტყვით აი რაც თქვენ შეკითხვა გაისვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ორივეს გვეკუთვნოდა ჩვენ ბატონს მურავსაც, მეც და მე აქედან მინდა დავიწყო. აი ესეთი შეკითხვები ამ ხალხს უჩნდება იცით აი უწმინდესის მიმართაც. და მე ვიტყოდი რომ არ არის კორექტული რომ თქვენ მაშინ სად იყავით აი უწმინდესი რატო არ მივიდა. უწმინდესის სწორედ ის არის ღვთისგან მოძებული უდიდესი მადლი რომ ის უნდა ეცადოს რა თქმა უნდა რომ მშვიდობიანად და სწორედ პირველი პირი და ყველა ქართველი მოაბრუნოს ღვთისკენ და მან უნდა გადადგას და ის სწორედ აი ამ ბეწვის ხიდზე დადის. რაც შეეხება ხო ჩვენ სად ვიყავით იცით მე გეტყვით რომ მე მაგალითად უნივერსიტეტში ეს პროცესები რომ მიმდინარეობდა თქვენ იცით ბატონ დავით სწორედ აი ვიყავით გარეთ იქ სადაც უნდა ყოფილიყავი და ერთ-ერთი თქვათ აქტიური მონაწილე ვიყავი იმის მაგრამ იცით რა შეა საქმე სწორედ იქ იმ ნაწილმა ვის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავდით, აი მათ დაიცვეს მაშინ ხელისუფლების ინტერესი. და აქ არის მნიშვნელოვანი რა, რომ აი თვითონ ეს ადამიანი, ვინც ამ შეკითხვას სვავს, ალბათ მუშაობს სამსახურში, იმიტომ რომ აქვს რაღაც ინფორმაცია. როგორც კი ვინმე რაღაცას აწენინებს, ან თქვა რაღაც მის აზრს არ გაითვალისწინებს, იმ случае ტოვებს თავის მიერ დაკავებულ თანამდებობას. მე რაღაც ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ეს საერთოდ ნიშნავს თუ ეს პირდაპირ ესევე მომენტალურად ადამიანს შეუძლია სპონტანურად მიიღოს გადაწყვეტილება და როგორც კი ვიღაცა მას რაღაცას მის აზრს არ გაითვალისწინებს, დატოვოს ის თანამდებობა და იმ პასუხისგებლობაზე უარი თქვას, ეს ცოტა სხვა რამეზე მეტყველებს. ანუ ხდება რაღაც მოვლენების შეფასება, ხო? მინდა არის მეტიკული ისა, აბათეთ როგორც ცოტა დამიტოვე და მოვასწრო. მე მინდა რომ რატო იცით ბატონ დავით, ესეთი რიტორიკული შეკითხვები ისმება და მინდა ამომწურავად გავცე ამაზე პასუხი. კიდე აღარ მოხდეს ამ სისტემატიზაცია. სადღაც მაისის დასაწყისში ქალბატონმა მომუარებდა სიაში ყოფნა. ორცაში არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა. მათ ჩემთან კონკრეტულად დადებოდა ქალბატონი, მან ბრძანა ჩემმა ორივე ვაჟმა და ამერიკა და მისცა დედა გადადეგი. მე შევუქე შვილები. 7 ნოემბერს ქალბატონი იმავე გადამდგარი იყო დამეწუნე სადღაც ალბათ იანვარში მაინც დააფუძნებდა რაიმე ორგანიზაციას არასამთავრობო და ფებერვარში უკვე აი ეს პარტია იქნებოდა წარმოჩენილი ეკება აი ეს კატასტროფა რაც აგვისტოში მოხდა და ბევრი ამბობს რომ ბურჯანაძე რომ 7 ნოემბერს გადამდგარი იყო 7 აგვისტო არ მოხდებოდა. მე არ ვეთანხმები ესეც, იმიტომ რომ მე როგორც ფიზიკოსი გეუბნებით რომ არსებობს ესეთი განუზრელობის პრინციპი ფიზიკაში ორი მოვლენა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შეადარო თუ ისინი დროის ერთი და იგივე მომენტში ხდება. ეხლა ის მაშინ რა იქნებოდა, ესე როგორ იქნებოდა. ვერ გეტყვით, ძალიან რთული სიტუაცია, ბატონო ზურაბმა გითხრათ რომ შეიძლება ძალიან დაძაბული იყოს სიტუაცია, უკვე აგრესია მომატებული იყო ეს რევანშიზმი ხალხში. ასუხისგებლობა დიდია ბატონო დავით, ეხლა მაშინ პატრიარქს არის ხო შეკითხები რომ აი თქვენ რატო არ დადეგით, იმიტომ პატრიარქს დიდი პასუხისგებლობა აქვს ისგან ბოძებული, არ შეიძლება ჩვენ ვიროცებთ რომ არა გამოკიდებული ჩვენი ყოველ შემთხვევაში ჩვენ მასზე სწორდებით ხო ანუ ჩვენი სურვილია რომ გავხსნათ პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური ფიგურა მithumetes მეორე კაცი მისი ეს ჟესტი ნოემბერს ძალიან ადეკვატურად იქნებოდა. თქვენ გონიათ რომ ნაკლები პასუხისგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში ვთქვათ რომ მას აქვს იმის უფლება რომ თუ ერთი პატარა შანსიც აქვს მას რომ მithumetes შვილების დედას რომ მისი გადაწყვეტილებით მას შეუძლია ან დაძაბოს ან განმუხტოს რომ აუცილებლად განმუხტისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია მე ვფიქრობ სწორედ ესეთი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. ეს შეგეკითხებით თუ რა ბატონო იყო საბჭოთა კავშირი ეს სეგმენტი ჩვენ ვიყავით. იყო ირანის ესეც
იმპერიას რაჯანდაბა ერთ-ერთ სეგმენტი ვიყავით, ერთ-ერთი ჩვენი დედოფალმა პროტესტი განაცხადა თავის შვილთან ერთად და ეს დედოფალი დაიყარეს აწამებდნენ და იქ იდგა ერთი ქართველი. იმას არ ყოფილიოდნენ. დამეწუნეს ყველაფერს აპატიებდა ნებისმიერი განათლებული ადამიანი გიორგი სააკაძეს არ ყოფილიოდნენ იმას ვერც უყურებდა როგორ აწამებდნენ ქეთევას დედოფალს. Bandavit, ისტორია ძალიან რთული საგანი და სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ხდება ისტორიული ფაქტები. ეს ისტორიული ფაქტია, მე ამაში გეთანხმებით, მაგრამ ერთ რამაზე ვერ დაგეთანხმებით. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალბატონ მინო 7 ნომერს არ უნდა გადამდგარიყო. არ უნდა გადამდგარიყო შემდეგი მიზეზების გამო. როგორც კი ქალბატონ მინო ქვეყნის მეორე კვირი გადადგებოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ გამოუცხადება პროტესტს, ხელისუფლებას უკიდურესი ფორმით. ეს ნიშნავდა იმას, რომ ის ადამიანები, რომელიც დღეს ჩვენთან უამრავი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში. უამრავი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა გამოიწვევდა საპირისპირო მხარეს, ესე იგი უფრო მკაცრ და უფრო მე ვიტყოდი რადიკალურ ზონებს. ეს იქნებოდა დიდი ვაში არ ამგონია რომ ვინმე გამოსულიყო ვაში. ქალბატონ მინო მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ჩემი აზრით. და მე ვფიქრობ რომ აი გეზის სწორედ რომ ესე იგი საქართველოში არ გაიღვაროს ქართველებმა ეკონომიკის სექტორი არ დაღვაროს, როგორც ერთი სისულელე ეს უკვე დააკეთეს თავის დროზე, ეს არის ძალიან სწორი მიმართულება და ძალიან სწორი გეზი. მე უფრო მეგდებს მე მაშინ ვერ დავამთავრე და ეხლა მინდა გითხრა, მე მინდა გითხრათ რომ აფხაზეთის დაბრუნებაც კი შესაძლებელია, იცით, აი ამ გზებით. სერიოზული შესაძლებელია. აი მესამე ერთიანობა ეს არის საქართველოს გაერთიანება. არიან აფხაზეთს ამაზეც მესაუბრებს ხეთას. ხომოვასწრებ, ვიცხარ რომ ქალბატონმა გააცხადა რომ ჩვენ უნდა აფხაზეთის და ოსეთის ძმები დასაბრუნებლად უნდა ვიმუშაოთ. ძალიან დიდი სპექტრი გაქვს პრობლემებისა. როგორ შეიძლება ყველაფერს ამით გაგეცილოს ვიცხარი? იცით რა, ჩვენ გააინტერესებოდა დაიძრებს. აი ასეთ არ დავიწყე. აი მე გეუბნები, მე ძალიან მარტივ რამეს ვიყო, თქვენ კარგად გამიგებთ. თქვენი გვარის და ჩემი გვარის ადამიანები არიან ძალიან აფხაზეთში. და ამობენ რომ ისინი აფხაზები არიან. ჩვენ ერთი გენი გვაქვს და ერთი სიცხე. აი მე რუსებს და პოლონელებსაც და უკრაინელებსაც ერთი გენი აქვს და ერთი ჩვენ განსხვავებული კულტურა გვაქვს, არა, მაგას მოიყვეს. ეს სწორია. ანუ აკუმბარდიელი არიან აფხაზები, მიგოები არიან აფხაზები. არიან ქართველები მიგოები, არიან ქართველები აკუმბარდიელი. აი ეს ორი ხალხი დიდი სერიოზული, ასე ვთქვათ, დღეს უკვე რეალობაა, სახელმწიფო საზღვრით გაიყო. გერმანია გაერთიანდა. ჩვენ აფხაზებს და ქართველებს გვაქვს ესე იგი ერთი გენი, ერთი სიცხე. ეხლა როგორ ამას შეიძლება ძალიან სერიოზული მუშაობა ამ მიმართულებით. ეს ერთი ვარიანტია თქვი და არსებობს უამრავი ვარიანტი. ამას უნდა გაძლობა. გონივრულად მოფიქრება, ამას უნდა პროფესიონალები, ამას უნდა გამოცდილი ხალხი. იცით რა, ჩვენ არ უნდა მოვედოდეთ იმას, რომ ხვალზე ყველა პრობლემა მოგვარდება. თქვენ რა, იმედი გაქვთ აფხაზებს დავიღუნებთ ჩვენ ეს თვეში, ორ თვეში, ან ერთ წელიწადში? ეს არის ნონსენსი, ეს არის არ მოხდება. ვიღაცას აქვს იმედი, რომ ხვალ რუსეთი დაიგრევა, არც ეს მოხდება. ეს მინდა გახსეა ეს კეთილობა. არის ახლა დამეწუნეთ მე მაყურებლის გამოძახილი გეკითხებოდით. დაფო ზურა, ყველა გზა არსებობს და ეს ყველა უნდა მოიწვიოს. ჩვენი როგორ მე მომეწონა, მაგა კარგი გზავნილი არის. აი დღეს გინდა დემოკრატია. ეს ითხოვს ყველი პარტია. 300-ამდე იყო დარბაზში, მე ვიცი 300-ს ეტევა და 200-ამდე გარეთ იდგა ხალხი. ყველა ხალხი იყო გარეთ, საოცრებულები იყავენ მე. ну რაღაცა რესურსი არსებობს, ფიზიკური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, მეცნიერების აკადემია ნახე როგორ ამუშავებს ამას ახლა მე აქ ყველას ვიცნობ თითქმის ფესტაფში ვინც არის, მაგრამ ცოტა აი როგორ ვიქრათ ეს კარგად გამიგეთ რა. აი ცოტა შემთხვევი აქტიური, ცოტა თავები, ცოტა უძელი, ცოტა ისეთები აკეთებენ ხოლმე გააკეთეთ ნაკლებად ნახეთ. აი ვიღად რომ ვთქვათ, აი ეზერაშვილის დაერები და ის იყო არა რონდერ კამათები და რაღაც ჩვენ არ ხალხს ბატონგავით და დარწმუნებული განდებული რომ მოვიდნენ ეგეთი ხალხი მათ ექნებათ გარკვეული